მე ვარ თეკლა კახაშვილი 10 წლის. სწავლობ პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და მსახიობობა. აქედან უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 5 წლის. მე ვიცი ადამიანების ხატვა, პეიზაჟების და პორტრეტების. ხატვა როგორ ვისწავლე და ვიდეოს ვუყურები, მე კიდე მე თვითონ ვისწავლე. ყველაზე რთულია თვალის დახატვა. ყველაზე ადვილია ცხვრის და სახის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერებია წითელი, თეთრი და შავი. და არ მიყვარს მწვანე, ყვითელი და ყავისფერი. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და მაქვს 30 კარგი ნახატი. ერთი ნახატი გამოვიდა განსაკუთრებით ლამაზი, რომელზეც ხატია გოგონა, რომელიც თბილად არის ჩაცმული და იღიმება. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ ხანდახან სკოლაში არის გამოფენები და მეც მინდა რომ გამოფენა ჩემი ნახატი. ჩემი ნახატები არ გამიყიდია, მაგრამ გამიჩუქები. ყველაზე ხშირად ჩემი ნახატებს ჩუქნი ჩემ მეგობარ ნინი გოგუაძეს. მეც მიყვარს როცა საჩუქრებს ჩუქნიან და ამიტომაც მიყვარს ჩემი დაბადების დღე და ახალი წელი. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მომიტანა ყურსასმენები და წელს მინდა მომიტანოს ტანსაცმელი. ვარ ლამაზი გოგო და გაბრანჭოთ ძალიან მეხდება. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 50 წლის და მისი სახელია ვახტანგი. ის ალბათ ახალგაზრდობაში მუშაობდა სათამაშოების ქარხანაში. მე ასევე მიყვარს მსახიობობა და 2 რიცხვად დავდივარ თეატრალურ წრეში. ბავშვობიდან მინდოდა სცენაზე გამოსულიყავი და ამიტომაც შევედი. თან ჩემი კლასელი ნინო ამირანაშვილი დადიოდა და სულ მინდოდა სცენაზე გამოსულიყავი. პირველ დღეს მაგალითად გვავარჯიშებდნენ რომ ვითომ სადღაც მიდიხარ, ან გიხარია, ან 500-ზე ხარ, ან კიდე გეჩქარება. ახლა დგამთ სპექტაკლს ყინულის დედოფალი და მე მაქვს ყაჩაღის როლი. ისე მსახიობობა, რომ დიდი სიამოვნებით ვითამაშები რომელიმე ფილმში. ჩემი საყვარელი ფილმია კორალაინი და დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი კორალაინის როლს. მსახიობასთან დაკავშირებით ჩემი გეგმაა, რომ თეატრალურ წრეში ვიარო კიდე 2 წელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ დიდია, ლამაზია, პირველი სკოლა არის და სკოლის წინ დგას აკაკი წერეთლის და ილია ჭავჭავაძის ძეგლი. კიდევ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნინო ამირანაშვილი. ყველაზე თელქია ნიკოლოზ ჭინკორაშვილი. ყველაზე ჭკვიანია მართა გოგელავა. ყველაზე მშვიდია დათოლომანია. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, პრანჭა და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ნანა ქუთელია, იმიტომ რომ კარგად ასწავლის, ლამაზია და მხიარულია. ჩემი სკოლის დირექტორს არ ვიცნობ, მაგრამ სიამოვნებით გავიცნობ. როგორც ამბობენ, ძალიან კარგი და ლამაზი ადამიანია. პირველ ნახვამზე მთხოვდი, რომ დასვენება კიდევ 20 წუთით გაეგრძელებინა და ბუფეტში მაკდონალდის მენიუ დაემატებინათ. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ თმის შეღება შემეძულს. ხუთაშორის ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი რაპუნცელი და ამიტომაც ვისდიდით მას. ახლა ვფიქრობ, რომ გავიზრდები, გამოვალ მხატვარი ან მსახიობი. ან გამოვალ მოცეკვავე, იმიტომ რომ ცეკვა ძალიან მიყვარს. სახლში ცხოვრობ მე, დედა, მამა, ძმები და ბები. მამიკო არის მხიარული, ჭკვიანი და სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედი ყვარი ლამაზი, საყვარელი და თბილი. ახლა ჩემი მშობლები ამერიკაში არიან და ძალიან მიყვარს და ძალიან მეენატრება. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ მსოფლიოში. ჩემი აზრით მე ვარ საშუალო დონის დიასახლის. ასე იმიტომ მგონია, რომ ხანდახან სახლის დალეგება მეზარება და საჭმელს კიდევ ვამზადებ. ჩემი საყვარელი საჭმელია ვერმიშელი. პირადად მე ყველაზე გემრიელად გამომდის კვერცხის შეწყვეტა. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა და ჩემი საყვარელი წიგნი არის კორალაინი. მე რომ წერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი კარგი გოგოს თავგადასავალზე. ეს კარგი გოგო რა თქმა უნდა ვიქნებოდი მე. ჯადოსნური ჯახი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიარდერი და ძალიან კარგი ქვემოქმედი. ყვავილებიდან მე გავარ წითელ ეკლებიან ვარდს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიკავა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, ვიმოგზაურებდი მე-40 საუკუნის საქართველოში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკვდავი. ჩემი აზრით ადამიანი უნდა იყოს უკვდავი ან მინიმუმ ცხოვრობდეს 1000 წელი. ბედნიერება არის ოჯახი ერთად რო ხართ და ბევრი ფული რო გაქვს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.